მოგესალმებით ჩემო კარგებო, მე დღეს თქვენთან მოვედი ერთი ასეთი საინტერესო გაშლით. პაუზა თუ დასასრული. მოდით ჯერ გავიგოთ თუ რამ გამოიწვია ეს სიტუაცია, ეს მდგომარეობა და შემდეგ მივყვეთ გაშლას. რამ გამოიწვია თქვენი ეს სიტუაცია? რამ გამოიწვია თქვენი ეს სიტუაცია? დიდმა გაურკვევლობამ. არიცოდით, აქ მოხდა ისეთი მოულოდნელი რამაც საგონებელში ჩაგაგდოთ. ეს ურთიერთობა ადვილი შესაძლებელია, რომ გრძელდება ონლაინ. ეს ურთიერთობა ზოგისთვის იქნება მანძილზე და ზოგადად როგორც ხდება, როდესაც მანძილზე არის ურთიერთობა, ხშირად ძალიან ბევრი გაურკვევლობა მოდის ამ ურთიერთობაში, რაც მოხდა ამ სიტუაციაში და ამ დიდმა გაურკვევლობამ გამოიწვია ის, რომ ეს ურთიერთობა დაპაუზდა, რადგან თქვენ უფრო მეტი გინდოდათ ამ ურთიერთობიდან, უფრო მეტს ითხოვდით, მაგრამ ამ ეტაპისთვის სხვა ეტაპზე გადასვლა ამ ურთიერთობის იყო შეუძლებელი. მაშასე მოდით ვნახოთ მაშინ პაუზა არის თუ დასასრული. პაუზა თუ დასასრული. აქ ჩართული არის მაღალი ძალები. ბედის ბორბალი. მე ამ ეტაპისთვის ვიტყოდი, რომ ადამიანს აქვს ნამდვილად პაუზა აღებული, რათა გაერკვევს თავის გრძნობებში. იგი ფიქრობს, რომ წრეზე დადის, რომელიც ეს წრი არის შეკრული და ვერ ახერხებს აქედან გამოსვლას. თან ეშინია იმის, რომ იცის ამ ადამიანმა, რომ თუ დიდხანს გააგრძელებს ამ პაუზას, ძალიან დიდი შანსი არის იმის, რომ თქვენ დაგკარგოთ, რაც მას არ სურს, იმიტომ რომ თავისი მონაპოვრის კარგად დაცვა უნდა, იმიტომ რომ თქვენი მოპოვება საკმაოდ არ იყო ესეთი მარტივი, ამიტომ იგი ცდილობს, რომ რაღაც ძალები, რაღაც გზა მონახოს თქვენამდე მოსასვლელად. აქ ძალიან მალე იქნება ამ ადამიანის კონტაქტზე გამოსვლა, შესაძლოა მიიღოთ რაიმე SMS-ის სახით მისგან შეტყობინება, ან რაღაც წერილი შეიძლება მოგივიდეთ. ყოველი შემთხვევისთვის ეს ადამიანი აუცილებლად გამოვა კონტაქტზე და ეს თქვენი პაუზაც, რა თქმა უნდა, დასრულდება. მოდით ჩავშალოთ ეს არკანი. კი ბატონო, აქ შესაძლებელია, რადგან საჯარო გაშლა არის, ჩემო კარგებო, უნდა ითქვას, რომ შეიძლება აქ იყოს სამკუთხედი, რის გამოც მოხდა ამ ურთიერთობის დაპაუზება, იმიტომ რომ ჩართულები არიან აქ მესამე მხარე არის ჩართული და ეს ადამიანი, მესამე მხარეში, როგორც ყოველთვის განმეორდები და ვიტყვი, რომ არ იგულისხმება მხოლოდ პარტნიორი, მეუღლე, აქ მესამე მხარეთ შეიძლება მივიჩნიოთ როგორც მეგობარი, ისე მშობელი და ძმა, შვილი. ეს ადამიანი ახლა ცდილობს ამ ურთიერთობიდან, ამ სიტუაციიდან გამოსვლას, აწყობს გეგმებს, თუ როგორ შეიძლება თქვენ, რა გზით შეიძლება თქვენამდე მოსვლა. კი ბატონო, ხმლების მეფე აგერ ამოვიდა. როგორც გითხარით, აწყობს მომავლის სამომავლო გეგმებს თქვენთან დაკავშირებით,
სახავს გზას თუ რა გზით შეიძლება თქვენამდე მოსვლა და აქვე გეტყვით რომ ამ სიტუაციაში იგი უფრო მოქმედებს გონებით ვიდრე გრძნობით და აქაც გითხარით რომ მესამე პირი ჩანს და ხმლების მეფეც ზოგისთვის იქნება ეს ინფორმაცია რომ მას ყავს მეუღლე არის დაოჯახებული და ზუსტად ერთ-ერთი შემოფერხებელი სუბიექტი არის ოჯახი ისევ და ისევ რის გამოც იგი არის პაუზაში მაგრამ თქვენს მიმართ აქვს ძალიან ღრმა და ძალიან დიდი გრძნობა, აქ გვაქვს ტუზის, თასების ტუზი, როგორც გითხარით, მისგან ელოდეთ შეტყობინებას ძალიან სწრაფად და უახლოეს მომავალში იგი აუცილებლად გამოვა კონტაქტზე, რის გამოც რის შემდეგაც დასრულდება ეს პაუზა. მე გისურვებთ ბედნიერებას, ყოველივე საუკეთესოს და ძალიან ძალიან დიდ და ხანგრძლივ სიყვარულს.